ბათუმის ანდრია პირველწოდებული სასულიერო გიმნაზიაში იაპონური საბრძოლო ხელოვნების აიკიდოს ცნობილი სპეციალისტი ულფ-ევენენსი სამდღიან სემინარს ატარებს, რომელშიც გერმანელი, რუსი, შვედი, აზერბაიჯანელი, იტალიელი და ქართველი მებრძოლები მონაწილეობენ. სემინარის პერიოდში მონაწილეებს ხმლით დაოსტატებისა და ხელჩართული თავდაცვის ილეთების გამოყენებას მეშვიდე დანის მფლობელი შვედი სპეციალისტი ასწავლის. სასწავლო ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ კი აიკიდოს საჭარის ფედერაციის 2 წევრის სპეციალურ დიპლომს. დანარჩენი მონაწილეები კი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. საერთაშორისო ღონისძიება ბათუმის ანდრია პირველწოდებული სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით ტარდება და იგი მიზნად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს. ეს არის საერთაშორისო სემინარი ორთაბრძოლა აიკიდოში გიმნაზიის ეგიდით ჩამოვიყვანეთ ეს ადამიანი სასულიერო გიმნაზიის ბათუმის და ამით მოხდება სპორტის პოპულარიზაცია ჩვენ საზოგადოებაში. ეს არის 65 წლის ადამიანი, რომელიც არის მსოფლიო პირველი შემოქმედი ამ საკითხის, ამ ორთაბრძოლის. მოგეხსენებათ, რომ ნარკომანიამ ძალიან სერიოზული პრობლემა შეუქმნა ჩვენ ქვეყანას, ამიტომ სპორტის პოპულარიზაცია ეს არის აუცილებელი. ეს სემინარი ტარდება ულფ-ევენენსის დამსახურებით. ეს არის მსოფლიოში ხანი მეშვიდე დანის მფლობელი, რომელიც ატარებს 2 დღის განმავლობაში სემინარებს და ამავდროულად ჩაიბარებს გამოსვლებს. ეს იქნება ერთგვარი პროპაგანდაც კიდევ ერთხელ და ამისთვის კიდევ ერთხელ მოვიწვიეთ ამ დონის პროფესიონალი ლიდერი მსოფლიოში ხანი. მე პატარა სლოგანი მინდა გავაჟღერო, ახალგაზრდობას მოუწოდოთ ყველანი ჩემთან დარბაზში.